ვიდეოში გაჩვენებთ თუ როგორია ომანის დედაქალაქი მასკატი და მოგიყვებით თუ როგორ გავატარე ერთი დღე საკრუიზო მოგზაურობაში. დილა მშვიდობისა. მანამ სანამ მე მეძინა, ახალ ქვეყანაში შევცურე და უკვე ომანში ვარ. დღეს ექსკურსია მაქვს და წამომყევით თქვენს გაჩვენებთ ყველაფერს. წინა დღეს ასე მივიღე წერილი ჩემი ექსკურსიის დეტალების შესახებ. გემის გამოსასვლელში მომცეს ასეთი ID ბარათი, რომელიც ჩემი ქვეყანაში შესვლის ნებართვის ბარათია. გამოსასვლელში დაასკანირეს და სულ ეს იყო. სხვა არანაირი პროცედურა არ დამჭირვებია. ესეც ჩვენი გემი და გამოსასვლელშივეა ავტობუსები. მე როგორც ჩემი ტურის ბარათში მიწერია, უნდა მოვძებნო ნომერი 66 ავტობუსი. ისიც. ჩვენი ჩემი კოსტას ბარათი და აქედან დაიწყო ჩემი მოგზაურობა ომანში. ეს ჩვენი გიდია, რომელიც მთელი ექსკურსიის განმავლობაში საინტერესო ამბებს გვიყვებოდა ქალაქზეც და ხალხზეც. პირველი გაჩერება იყო სულთან საიდ ბინ ტაიმურის მეჩეთი. იგი ომანში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეჩეთია. იგი როგორც ხედავთ, ოსმალეთის მეჩეთების არქიტექტურულ სტილში აშენებული და ძალიან ჰგავს სულთან აჰმედის მეჩეთს, ასევე თურქეთის აია სოფიას. სხვა მეჩეთებისგან განსხვავებით, აქ შესვლა არ შეიძლება, არა მუსლიმთათვის, ასე რომ სამწუხაროდ შესვლა ვერ მოვახერხეთ. გზად პორტს და ჩვენს გემს კიდევ ერთხელ ჩავუარეთ. ცოტა ხანში კი როგორც კი პატარა უღელტეხილი გავიარეთ და მთებს გავცდით, უეცრად გამოჩნდა ძველი მასკატი. მასკატი ომანის დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქია. იგი ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნიდან არის ცნობილი როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. მასკატს მრავალი დამპყრობელი მართავდა: სპარსელები, პორტუგალიელები, ოსმალები. ქალაქის უჩვეულო არქიტექტურა კი ნათლად აჩვენებს დამპყრობლების და ასევე თანამედროვე დასავლურ ზეგავლენას. გარემო საკმაოდ მრავალფეროვანია. ასევე მინდა გითხრათ, რომ იგი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად არის აღიარებული. როგორც კი დმა აგვიხსნა, მოსახლეობა ჯერ კიდევ მომთაბარე ტოვებად თვლიან თავს და ამ პრინციპით ყველას ნათესავია. ასე რომ როგორც ძმა-ძმას არ დაუშავებს არაფერს, ისე ჩვენ ერთმანეთისთვის ცუდი არ გვინდაო. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ომანში ძალიან მკაცრი სასჯელებია. მაგალითისთვის, ერთმა პიროვნებამ მეორეს ვირი რომ უწოდეს, ასეთი სიტყვია შეურაცხყოფაზე იმხელა ჯარიმებია, საშვილიშვილო ვალში ჩავარდებიო. პლუს ამას ჯარიმასთან ერთად ციხეცა. თქვენი აზრით, ამ ორიდან რომელი ფაქტი ხსნის უკეთ ომანის როგორც უსაფრთხო ქალაქის სტატუსს? საინტერესოა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს არის სულთანის სასახლე, ერთ-ერთი სამეფო რეზიდენციებიდან. სასახლე ცნობილია თავისი მდიდრული ისლამური არქიტექტურით, რომელიც გარშემორტყმულია ულამაზესი ბაღით. სამწუხაროდ, შიგნის შესვლა აქაც არ შეიძლება, მხოლოდ გარედან მოგვიწია ამ სილამაზით თკბობა. ესეც ალმირანის ციხე, რომელიც ომანის ყურეს გადაჰყურებს და წარსულში მასკატის პორტს იცავდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ იგი პორტუგალიელების მიერ მე-16 საუკუნეშია აშენებული. პორტუგალიელები ქალაქს საუკუნეზე მეტხანს მართავდნენ. აქვეა ასევე პორტუგალიელების მიერ ამ დროსვე აშენებული ალ-ჯალალის ციხე. იგი საზოგადოებისთვის დახურულია. არა და როგორც გავიგე, აქედან მასკატის ულამაზესი ხედები იშლებაო. წლების განმავლობაში იგი როგორც ციხე, ისე ფუნქციონირებდა, თუმცა ახლა აქ ომანის მემკვიდრეობის მუზეუმია. ეს არის მუტრაჰ სოუკი, ერთ-ერთი უძველესი ბაზარი არაბულ სამყაროში. პირველ რიგში ჩემი ყურადღება